გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. მე ილია ჩაჩიბაია ვარ და როგორც ყოველ სამუშაო დღეს ორშაბათობით ვუძღვები ამ გადაცემას. სტუდიის ტელეფონის ნომერი შეგახსენებთ 557 88 95 უკვე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. დღეს არ გვექნება ერთი კონკრეტული თემა, ვინაიდან ბევრი რამ ხდება ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში, როგორც პოლიტიკური, ისევე არაპოლიტიკური, გნებავთ ეკონომიკური მიმართულებებით, ეკლესიასთან დაკავშირებული არაერთი საკითხია და იმ ყველაფერზე რაც ბოლო დროს ხდება, თქვენი შეფასებები და თქვენი სათქმელი ძალიან საინტერესო იქნება. ეპისკოპოსები ყოველდღე უფრო მეტ საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ახალი პატრიარქის, მომავალი პატრიარქის არჩევის საკითხში და კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ამ დღეებში სასულიერო პირების განცხადებები და მოწოდებები ხელისუფლების მიმართ, რომ არის გარკვეული ნიშნები, როგორც ჩანს ხელისუფლების ჩარევის საეკლესიის საქმეებში და ეს არ მოხდეს ამ მიზნით, განცხადებები კეთდება. აგრეთვე მე მინდა გულის ტკივილი გამოვთქვა ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გუშინ ძალიან მძიმე ინფორმაცია გავრცელდა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ბერი ნიკოლოზი. რა მოხდა ბოლომდე ვერ გაერკვა საზოგადოება, იმიტომ რომ ურთიერთგამომრიცხავი ამბები ვრცელდება, ყოველ შემთხვევაში ბევრი ეჭვი და ბევრი ვარაუდი გამოითქვა. ერთი კი ფაქტია, დიდ გულის ტკივილს იწვევს ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელისუფლების ბოლოდროინდელ პროპაგანდას, რაღაც სიახლე გაჩნდა, მინდა ეს გითხრათ, რომლის თანახმადაც თურმე საქართველო ძლიერი პოლიტიკური თავისუფლებით და მტკიცე დემოკრატიით მსოფლიო ხუთეულშია. აი ეს პროპაგანდისტული ინფორმაცია გაავრცელეს სამთავრობო არხებმა ამ დღეში და ამ დღეებში და ამაზეც საინტერესოა რა სიტყვით გვაქვს თუ არა მტკიცე დემოკრატია და ძლიერი პოლიტიკური თავისუფლება, თან ძლიერი ყურადღება მივაქციოთ. ბევრი თემაა, ასე რომ პირველი მაყურებლის აზრი მოვისმინოთ. გამარჯობა. გამარჯობა ილია შვილო. გამარჯობა. მოგესალმებით. ხო შემიძლია ნებისმიერ თემაზე ვილაპარაკო შვილო. დიახ, გისმენთ. ილია, მე მინდა ხალხის საყურადღებოდ ავთქვა შვილო. აი ხალხს მეკითხები მე რამ დააბეჭავა ეს ხალხი. გავდივარ ბაზარში, აპტიაკებში, ხალხმა კატასტროფული ფასები აქვს ყველაფერი. ზესაში მიდის ფასები, როგორ ცხოვრობ? მე გამოვდი ჩვენი მთავრობა და ლამაზ სიტყვებით ლაპარაკო. ჩვენ კარგი მთავრობა ვართ. ჩვენ ესეთები ვართ, ჩვენ ისეთები ვართ. ხალხო დაბეჭავებულები როგორ გავხდით უხელანი. გამოიღვიძეთ ხალხო. ისა დღეს კითხულობდი. რუსეთში მოსკოვში არის 405 ლარი პენსია და ჩვენთან არის 370 ლარი პენსია ამ ქვეყანაში. და თქვენ გამოდიხართ და რუსეთზე ამყარებთ იმედებს. როცა აკეთებს თავის ხელისუფალი ხალხისთვის და ამ ჩვენი ხელისუფალი. მადლობთ ქალბატონო. დიდი მადლობა. გავიგეთ თქვენი მთავარი სათქმელი 557-88-95-88. მიუხედავად იმისა, რომ ფასების შემსწავლელი კომისია 3 თვეზე მეტია მუშაობს, ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ ყოველ დღე გაძვირებულ ფასებს და გადასახადებს. თავად სახელმწიფო თვითონ აძვირებს, მაგალითად ელექტროენერგიის გადასახადს და სხვადასხვა სერვისების საფასურს, მაგალითად იუსტიციის სახლში. რომ შევა მოქალაქე, იქ თვალშისაცემია უკვე ბოლო პერიოდში გაზრდილი ფასები. თუ რამდენიმე წლის წინ პირადობის მოწმობა ღირდა 30 ლარი, ამის აღება ახლა 60 ლარი ღირს. მოდით გააიაფოს სახელმწიფომ თავად და მისცეს მაგალითი ბიზნესს. მაგრამ არა, პირიქით გვესაუბრებიან გარკვეულ ინდექსებზე, გარკვეულ კვლევებზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ცხოვრების დონის გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშიც გია თურმე. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. კეთილი. მადლობა
თქვენი სათქმელისთვის, როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რა არის თქვენი სათქმელი იმ ყველაფერზე, რაც ბოლო დროს ხდება. ეს არის ჩვენი საკმაოდ ზოგადი შეკითხვა ინტერაქტივში. აგრეთვე ხელისუფლებამ ჩვენ გვამცნო, რომ საქართველოში თბილისში აშენდება Trump Tower-ი. ეს არის მრავალსართულიანი ბიზნეს და საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის რამდენიმე, ეს დონალდ ტრამპის საკუთრებაში არსებული კომპანია და მის ამ დიდ საცხოვრებლებსაც Trump Tower-ი ჰქვია. გვითხრეს, რომ Starbucks-ი შემოდის. Starbucks-ი არის კომპანია, რომელიც ყავას ყიდის, უკვე ჩამოსხმულ ყავას და ამით არის ცნობილი ამერიკაში. და ამას უკავშირებენ ფაქტს, რომ თურმე თუ ასეთი კომპანიები საქართველოში შემოდის, ესე იგი საქართველოშიო ცხოვრების დონეც კარგიაო, პოლიტიკური თავისუფლებაც არისო, სტაბილურობაც არისო, ყოველგვარი სიკეთე არისო და ესეთი პროპაგანდაა გაწეული. მაშინ, როდესაც მილიონამდე ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს ქვეყანაში, სულ 3 მილიონი ვართ და კიდევ სხვა დახმარებების მომლოდინეთა რიცხვში 100.000 ადამიანია. ყოველი მესამე ბავშვი შიმშილის ზღვარზეა საქართველოში, არასრულფასოვნად იკვებება. და ამ ფონზე თურმე Trump Tower-ი და Starbucks-ი, სხვათა შორის წყალწყალა ყავაა, ეს Starbucks-ი დიდი ხარისხი არაფერი აქვს. უბრალოდ რეკლამა აქვს მთელს მსოფლიოში კარგი. ზარია ეთერში გისმენთ? ილია გენახოთ მომიწვინეთ ყველანაირ პრობლემას შეჩვეული ვართ, მაგრამ აი ახლა ეს მომხდა მე გულზე. ვისთვის და რისთვის ასენება, ვინ უნდა შეასახლონ აქ? შეასახლონ იქიდან ჩამოსული ებრაელები და ესენი არა ყოაცია. რაში გჭირდება ეს? აი ამისთვის არაზმეთ ხალხი. დიახ. მადლობა თქვენ ზარისთვის. Trump Tower-ზე ამბობთ ხომ? თბილისში 70 სართულიანი შენობის აშენება იგეგმება. ეს იქნება საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა, ასეთია მონაცემები, სადაც განთავსდება სხვადასხვა სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, სასტუმროც, საცხოვრებელი ნაწილიც ექნება ამ გზათამბჯენს. გავიგეთ თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მწუხარება მინდა გამოვთქვა, აი გაურკვეველ ვითარებაში ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს გუშინ, რამაც შეაშფოთა საზოგადოება. აგრეთვე საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებია ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველ დღე ჩნდება სულ ახალი განცხადებები, სადაც ეპისკოპოსები მიმართავენ მთავრობას, რომ ნუ ჩაერევით მომავალი პატრიარქის არჩევის საქმეში. გვაცალეთ, თავად გადავწყვიტოთ წმინდა სინოდის წევრები. აი ასეთი მოწოდებები კეთდება. ესე იგი რაღაც ნიშნები არსებობს, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩარევას ეკლესიის საქმეებში და ეს გვაშფოთებს ყველას ბუნებრივია. ზარია ეთერში გისმენთ? დიახ, მოგესალმებით. მოგესალმებით. მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა და რა უნდა ვქნა. ამ კაცმა აი ქურანა წაგვასვა. რა თუნდა და როგორც უნდა იმას აკეთებს. რა აფერია შეგვიძლია ხალხ. რა თუძიმა აჭარება მეტი აფერი კაცო. არაფერი ადმი მიდახოთ ახლა ასე ერთმანეთს შევეკითხოთ აგერცელება ჩვენ თუ გამოსავალი რა შეხედავთ გამოსავალი და ვიყოთ და ვიქონოთ ასე გერიგეთ წლები. დიახ, მადლობა ქალბატონო. გასაგებია თქვენი სათქმელი. ვიმეორებ, რომ ახალი პროპაგანდაა წამოწყებული, რომლის თანახმადაც რაღაც ბუნდოვან კვლევებს იშველიებენ, მტკიცე დემოკრატია და ძლიერი პოლიტიკური თავისუფლებაა საქართველოში. თურმე ამას სამთავრობო მედია გვეუბნება. ვიმეორებ, მტკიცე დემოკრატია და ძლიერი პოლიტიკური თავისუფლება. აი ამას ამბობენ იმ ფონზე, როდესაც Freedom House-ი არსებობს ასეთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, საერთაშორისო, რომელიც ჩვენც გვიცავდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს იმ ხალხს, ვინც ვიბრძოდით, ეს Freedom House-ი ამბობს, რომ ავღანეთის, ტანზანიის, ზიმბაბვეს და სხვა დაბალი განვითარების მქონე სახელმწიფოების მსგავსად საქართველოს შედის იმ ქვეყანათა სიაში, სადაც ტრანსნაციონალური რეპრესიები ხორციელდება. დაუფიქრდეთ, ტრანსნაციონალური რეპრესიები. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად ხელისუფლების ქართული ოცნების კრიტიკოსი გაფრინდება, არ ვიცი, დუბაიში ვთქვათ, ან ნებისმიერ უცხოურ ქვეყანაში, იქ უცხოეთში პოულობენ ასეთ ხალხს.
იჭერენ და ჩამოჰყავთ საქართველოში, ან იქვე უსწორდებიან. აი ამას ნიშნავს ტრანსნაციონალური დანაშაული და რეპრესიები. რაც სახეზე გვაქვს და ამას ემატება კიდევ ერთი რომ ხომ გქონდათ ახლა დაპირება რომ ნაციონალურ მოძრაობას აუკრძალავთო და კიდევ რამდენიმე პარტია ჰქონდათ ჩამოთვლილი. ახლა გამოიტანეს ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან და კიდე ამატებენ სხვა პარტიებს. ხვალ პატრიოტთა ალიანსი არ მოეწონებათ და იტყვიან რომ თქვენც ასაკრძალი ხართ. შეიტანენ სიაში და აკრძალავენ. აი აქეთ მიდის რეპრესიებისკენ საქმე და ამ დროს გვიმტკიცებენ, გვაჯერებენ რომ თურმე საქართველოში კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა ეს მტკიცე დემოკრატია და ძლიერი პოლიტიკური თავისუფლებაა. ეს ისეთივე პროპაგანდაა, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ მსოფლიო სამეულში ვართ თურმე ცხოვრების დონის გაუმჯობესებით. ამდენი ტყუილი. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. ქრისტიანდა. ჭეშმარიტად აღდგა. მოგესალმებით ყურადღებით. დიდი საკითხი მე არ მაქვს, საქმელი მინდა ერთი ასეთი შეგეკითხოთ. ბენზინი გაძვირდა იცით კარგად. ჩვენ ბენზინს ვიღებთ საწვავს, ვიღებთ აზერბაიჯანიდან. მაგრამ რატომ მოუმატა მას თავის ქვეყანაში არ მოუმატია და ჩვენთვის რატომ მოიმატა საქართველოში? აი ეს არის ერთი. მას არ უნდა მოემატებია საქართველოში ქართველი ხალხისთვის ბენზინი. იცით რა ბატონო ჩვენ რუსეთის ბენზინი იქით სხვადასხვა ქვეყნები ჩვენ მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ ვიღებთ საქართველოში და თხოვთ ერთი შეგიკითხეთ ბატონ პრემიერს ან საქართველოს მთავრობას თუ უსმენენ ეს მაინც გაიგონ რომ აზერბაიჯანს ბენზინი არ უნდა მოემატებია ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ ვარ დამოკიდებული აზერბაიჯანის საწვავზე კარგად ძანდებოდი დიდი მადლობა თქვენს არისთვის აზერბაიჯანიდან ჩვენ უმეტესად ბუნებრივ აირს ვიღებთ კი საწვავიც შემოდის და ბუნებრივია ესეც არის. მე ისიც უნდა გითხრათ, ახლა სიმართლე გითხრათ, სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, საწვავის ფასს განაპირობებს როგორც შიდა საკითხები და შიდა ეკონომიკური ვითარება, ასევე მსოფლიო ფასი ნავთობისა და საწვავისა და აზერბაიჯანის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც შემოდის საწვავი, ესეც გავითვალისწინოთ. ზარია ეთერში კვლავ, გამარჯობა. ჭეშმარიტად, გილოცავ კიდევ ერთხელ. მრავალ შემოსწრებასა. რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკი? ბოლო წელი იყო მათი და მათსა გაათიშნეს რუსული არხები რა. რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკი? რომელ მაქსელმა გათიშა ეს არხები? მეც გავიგე ამის შესახებ. მაქთი. ერთადერთი მაქს ხონდა და იმასაც გაათიშნეს, რა თქმა უნდა. ვიწონ კონსერვატორებმა და დემოკრატებმა რა მადლობთ გასაგებია დიდი მადლობა თქვენს არისთვის სიმართლე გითხრათ პირადად მე არც ერთი არხის გათიშვის მომხრე არა ვარ არც უცხოურის და არც ქართულის თუ ის რა თქმა უნდა რაღაც წესებს ექვემდებარება და ამორალური არხი არ არის ყველაფრის ნახვა უნდა შეეძლოს საზოგადოებას და თვითონ გადაწყვიტოს რა არის სიმართლე და რა ტყუილი და ასეთი მიდგომა ძალიან ცუდი ფაქტია ზარია ეთერში გისმენთ? კი, მაგრამ რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობენ? ხალხი ქუჩაში ხრია მშივრები და რა ვერაძღოს ამ დამპარივანის მულჩებს ვინ გაიგებს? მაგას უნდა ერთი ცხელი წყვია შუბში და კარგით, არა, ასეთი რამ არ ვთქვათ ეს, არ შეიძლება არც ქრისტიანულია და არც სწორია ასეთი საუბარი, ემოცია ცალკე თემაა და ეს გასაგებია, მაგრამ ეს უკვე მიუღებელი განცხადებაა. ვემიჯნებით ამას ბუნებრივია 5-5-7 88 95 პირდაპირ ეთერში ვართ და ასეთია ჩვენი ზოგადი შეკითხვა, როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რა არის თქვენი სათქმელი იმ ყველაფერზე, რაც ხდება ბოლო დროს საქართველოში. ამ კითხვებზე, ამ თემებზე შეგიძლიათ გვიპასუხოთ თავისუფალ ღია ეთერში, ეს ერთადერთი ინტერაქტიული ტელევიზია მთელს ქვეყანაში, სადაც თავისუფლად შეუძლია მაყურებელს და რადიომსმენელს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. ფასების შემსწავლელი კომისიის ირგვლივ არ წყდება, ვთქვათ, საუბარი და ამ თემაზე მართლაც გამწარებულია საზოგადოება, იმიტომ რომ ამ კომისიის მუშაობის პარალელურად ძალიან გაძვირდა ყველაფერი.
გადასახადებიც, ფასებიც, საბანკო პროცენტებიც იმატებს. პირდაპირ მნიშვნელობით ეს ფასები აღჩობს ადამიანს, აღჩობს პირდაპირ მნიშვნელობით. როდესაც შენ გჭირდება გარკვეული პროდუქცია და ვერ ყიდულობ, ყოველდღე გიწევს დაზოგვა თანხისა მაღაზიაში რომ შედიხარ, ანუ ძვირდება, შესაბამისად ჩვენ ვზოგავთ. უფრო ნაკლებს ვყიდულობთ ყოველდღე ყველაფერს და ეს ბოლოს მიდის არასრულფასოვან კვებამდე. 40 ლარამდე ღირს 1 კილოგრამი ხორცი. და ეს როგორ უნდა შეიძინოს პენსიონერმა? და ეს ფასების შემსწავლელი კომისია ბოლოს და ბოლოს გვეტყვის რაიმეს? გზავრობის გადასახადი გაძვირდა უკვე საქალაქთა შორისო. 5 ლარი კვლავ მოემატა ზოგიერთ მიმართულებას უმეტეს. უფრო ახლოს თბილისთან რაც არის, იმას ნაკლები ალბათ. ან ზოგან მეტი, უფრო შორ ქალაქებს გულისხმობ. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა, ეთერში ხართ. გამარჯობა, ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად. კარგად იყავით, ჩემო კარგო, ნეტა მარტო თქვენი ტელევიზია ლაპარაკობდეს. ეხლა წინა იმაზე რომ ქალმა და მოხდასა შეკითხვა, გამწარებულია ილია ხალხი. არ ვიცი და როგორ უნდა იცხოვროთ ჩვენ ამ პენსიის, როგორ არ ვიცი რა ძალიან მომადეობა გვაქვს. ახალი წელი იყო ხორცი იყიდა ჩემსმა, გააკეთა ტომა და რაღაცა უნდა გითხრათ ეგეთ. მე და აი ილია რამდენებოდა რა დაუწარე. ისა ფირის აი ასე ინება ის ხორცი ვერ მეძახის რა. ხალხი უნდა დასწავლოს, დასხოცოს მარემ და მოვიდა. მადლობთ ქალბატონო, ძალიან ძიმეა ეს რეალობა, როდესაც ადამიანს სურს მივიდეს სტომატოლოგთან და ამას ვერ ახერხებს. და როდემდე უნდა იცადოს და რა ასელოდოს უნდა. თავისი პატიოსანი შრომით ვერ იღებს იმ ხელფასს, რომ სტომატოლოგთან მივიდეს დღეს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. პენსიონერი ვერ ახერხებს, რომ გეგმიური სამედიცინო შემოწმება ჩაიტაროს რაღაც პერიოდში ერთხელ, ფეხსაცმელი იყიდოს. არ ვიცი, რა ვთქვა, ეს მართლაც მძიმე მიმართულებაა სოციალური თემა, მაგრამ ხელისუფლება ამ დროს ამბობს, მსოფლიო კვლევითმა ორგანიზაციებმა შეისწავლესო და საქართველო არისო მოწინავე მსოფლიოში ცხოვრების დონის გაუმჯობესებითო. არ ვიცი. ეს ისეთივე ტყუილია, როგორც აი გუშინ რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მტკიცე დემოკრატია და ძლიერი პოლიტიკური თავისუფლებაა საქართველოშიო. მსოფლიო ხუთეულშია საქართველო, გვითხრა სამთავრობო მედიამ. როგორ აფასებთ აგრეთვე ეკლესიასთან დაკავშირებულ საკითხებს დიდი მოკრძალებით და პატივისცემით, მეუფეები საუბრობენ და მიმართავენ მთავრობას, რომ ნუ ერევით ჩვენ საქმეში, ნუ ერევით მომავალი პატრიარქის არჩევის საკითხში. რას ეტყოდით ამ თვალსაზრისითაც ხელისუფლებას? როგორ ჩანს, ნიშნებია, რომ ერევიან საქმეებში ეკლესიის და პატრიარქის არჩევის. ამიტომ ამბობენ ეს სასულიერო პირები ამას. ისე არ იტყოდნენ. ზარია ეთერში, გისმენთ? კი ბატონო, გამარჯობა, ბატონო. მოგესალმებით. ჭეშმარიტად. ეს არის ძალიან კაი კითხვა წამოჭერეთ. ანუ ესია, ერევიან, სამწუხაროდ ერევიან. იმ თავიდან, ედუარდ შევარდნაძის დროიდან, სამწუხაროდ კომუნისტები წარმოიდგინეთ მარტო ათეიზმი იყოს, ავსე იყო ის მაშინ ხო გასაგებია. აი იმ თავიდან გაბრიელ ბესო უთხრეს თუ გავსწორთ ეთიკა მოდისო და გაბერათ მე არ მივიღებ მაგას ვაკო. რატო არ მიიღო? იმიტომ რომ ჩარაუნდა მასლა საპატრიარქოში. ახლა ეს ნიშანს დროსაც ისი ბოკერი ამ ხელო მოიგრიჯა. მაგ ვირთხა მაგარ მოდიშტა. დიახ. დაასრულეთ. გაითიშა სამწუხაროდ. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილმა, ცოტნე ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, უпроსტოდ თქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს, რომ ძალიან არ მოეწონა, ძალიან მიუღებლად მიაჩნია ის ძალადობა, რაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე მოხდა. ანუ ამას თუ ვინმე იტყოდა ჩვენ თუ ვიტყოდით, მეც ვამბობდი, რომ ძალადობა მიუღებელია ორივე მხრიდან თქო, პოლიციელზეც და პოლიციელის მხრიდანაც თქო. ნაცი ხარო დამიძახეს მაშინ. აი ახლა ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილმაც ეს თქვა.
რომ მიუღებელი იყო ის ძალადობა, რაც მოხდა. და საერთოდ ცოტა ბუნდოვანია ჩემთვის რა პოლიტიკასთან გვაქვს საქმე. თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი თulis რომ ეს ძალადობა იყო ცუდი და არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა ამ აქციებზე, დიდ აქციებზე. მაშინ ვინ გამოდის დამნაშავე? მხოლოდ ბატონი კობახიძე? მხოლოდ ბატონ კობახიძეზე გადაწყდება ბოლოს ჯოხი? თუ ყველამ ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. ვიმეორებ ორივე მხრიდან, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიდენს ძალადობას. პოლიციელი თუ პოლიციელს დაესხმება თავს მომიტინგე, ორივე ძალადობა ცუდია. ზარია ეთერში. თუმცა არც ერთი არ გამოუძიებიათ ხალხზე ძალადობის ფაქტები და პოლიციელზე ძალადობისთვის სამართლიანად თუ უსამართლოდ ათობით ახალგაზრდა ჩასვეს ციხეში. ზარია, გისმენთ? დიახ, მოგესალმებით. მრავალ მადლობთ, გილოცავთ. დიახ, ხო და ამანდური მართალია, ფაქტი. და ეკონომიკა და ფაქტები ძებდება, ამაში აპრობლემდება არა. მე მაინტერესებს ის აი მაგას ვერ გავეთქვი, ვერ არის რომ აი როცა ის მაინც მოგდის. ისინი აქია დემოკრატიას აწევენ, პარტიელება უნდა მოხდეს. ხალხი აღარ გაუყვანეს ფილები და ფილები, იგივე მაგ 26 მაისის აღულზე. ეს ერთადერთი ბავშვებმა რაღაცები დაასრულეს ტექნიკის ბაზრობა იქნება. ეს არის ყოველთვის ის ტროტუარების დაკავება ეს გამოვიდნენ ეს ექიმები აკაცები და იმას ვიწყებთ მოვისაუბროთ რომ ზოგიერთი წითა მithumelia და ფერგოლები ქვიდა ეს ყოველნაირად მიიღებოდა ბოკერია. უნდა აიკრდავო ეს მელოცა დიდი მადლობა ამ ლოგიკით ხვალ მომბლენდა თქვენ გეტყვიან პირადად რომ აღარ მოგწონხართ ბატონო და თქვენ ხართ ასაკრძალი ადამიანიო. ეს არ არის პრაქტიკა სწორი და სამართლიანი. ვინც აშავებს პერსონალურად ყველა უნდა გასამართლდეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე. შენ 14 წელია ხელისუფლებაში ხარ და არ დაგისჯია ბოკერია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფაქტი არსებობდა სულხან მოლაშვილის საქმე მაგალითად, რაც არ გამოიძიეს და კიდევ სხვა უამრავი. და ახლა მოდიხარ და ბოკერიას პარტიას კრძალავ. ეს იმიტომ ხდება, რომ ის პოლიტიკური ოპონენტი გახდა ახლა და შენ პოლიტიკურ ოპონენტს ებრძვი. დამნაშავე ბოკერიას პირადად კი არა, რო დამნაშავე ეს ბოკერია ადექი და წაუყენი საქმეები და პირადად დასაჯე. ეს არის ცუდი, რომ პოლიტიკური რეპრესიების სახეს იძენს ეს, თორემ ბოკერია არავის არ უყვარს ხადია. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო? გისმენთ? გინაცვალე, ილია. დიახ. დიდი ხანია არ გამირეკია, აი უსმენ და უკვე გული უკვე აი ცუდად ამაქვს. ყველა პენსიონერს მიმართავ. ამასინაც ვიღაც კაცი იყო გამოსული პიროვნება და თქვა რომ პენსიონერები შევიკრიბოთო. შევიკრიბოთ ეს პენსიონერები, ნახოს ჩვენი ძალაც. ყველა გამოდის ქუჩაში, ყველა პენსიონერების გარდა. არ გამოვლენ, ქალბატონო, არ გამოვლენ. გარწმუნებთ რომ არ გამოვლენ. გამოვლენ. ვინც გამოვა, ერთი დღე არ გამოვა, მეორე დღე არ გამოვა, მესამე დღეს გამოვლენ. ეს მთავრობა. როდემდე უნდა ვიტმინო, გაეცე ვილაპარაკოთ და მული დავიწყდა როთ მაგი. გამოვიდეთ პენსიონერები, კაცო და ნახონ რომ ესი არ არის რომ მარტო ლაპარაკობთ და არაფერი არ გამოდის. ეს ბავშვები ახალგაზრდები ჩვენ გულისისას ადგანანი. ამოვიდგეთ მხარში ამ ახალგაზრდებს. არ შეიძლება ესე. დამრეკოთ, ვიტიროთ, იმან და არაფერი არ გამოდის. ხო ხედავთ რომ არაფერი ჩვენზე, ჩვენ კისერზე წესწავლობა. და იმახაც მონიმატა ვინც 50 ლარზე და 100 ლარზე ყიდის არჩევნების იმას რა ქვია ხმას თუ რაღაცა ჯანდაბაა მაგაზი. როდემდე უნდა ეყოთ ის 50 ლარი? ახალგაზრდა და მერე გამოდიან და წირიას. ისაც შეგიძლია მე ჯოხით დავდივარ გამოვალ. სუპერად იქნება წოლი არ არის. როგორნე უნდა გამოვიდეთ ერთი დღე, ორი დღე მაინც უნდა გამოვიდეთ. არ შეიძლება ესე. ვიტიროთ და ვიყოთ და ვრეკოთ და არაფერი ისინი კიდე გაფცინიან. ისიან 4 კილო კარტოფილს მოგცემენ და გამჩერდებით. უნდა გამოვიდეს სუპერად, აი კაცი ვინ არის ამასინად დარეკა აღარაჩას, მეთქი კიდე დარეკავს, კიდე რაღაცა იქნება და რაღაცა გვესწრება.
ნახოთ ჩვენი ხმაც გაიგონა. მადლობა ქალბატონო, ეს თქვენი იდეაც გაჟღერებულია. ნახოთ რა გამოხმაურება ექნება. მეც ის მინდა რომ ჩვენმა უძვირფასესმა პენსიონერებმა აირჩიონ მოქმედების გზა და გამოვიდნენ აქციებზე და სხვებთან ერთად შეიტანონ წვლილი ამ ქვეყნის მომავლის საქმეში და ვიცი რომ ბევრი მართლაც გამოვა, მაგრამ მე როდესაც ვთქვი არ გამოვლენ თქო, ვიგულისხმე უმეტესობა. გვაჩვენა ჩვენ რაღაც გამოცდილება ამ ცხოვრებაში, მაგალითად არაბული ქალაქების თემა როცა მიმდინარეობს, არ გამოვიდა ხალხი, რამდენიმე აქცია ჩატარდა და არ მოვიდნენ, არც ახალგაზრდები, არც შუახნის და არც პენსიონერები არ გამოვიდნენ და მორჩა. აი ეს ერისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და არ გამოვიდნენ. ნუ არ გულისხმობ ახლა მე რა საკვირველია იმ გამორჩეულ ნაწილს საზოგადოებისა, ვინც იდგა ამ აქციებზე. ვამბობ მასიურად არ გამოვიდა, ბევრნი უნდა ყოფილიყავით 100,000, 50,000, მაინც. ზარია ეთერში, გისმენთ? ილია, ეთერში ხართ, გისმენთ? დღემშვიდობის. ეხლა ერთი რამე მათქევინე. კი არის ბატონო. ესეთი რაღაცა. მე უკვე ასაკიანი კაცი ვარ, 62 წელში ვარ. სიმშვიდეში ვარ დაავადებული. აქ ივანიშვილის მეშინია. გიდა ხვალევე მომწამლო. გიდა ხვალევე მომკლა. ერთადერთი ერთი კაცი მახსოვს მჟავანაძე. ჩვენ დროს რომლის დროსაც პატარა სიკეთე ვნახეთ. იმის შემდეგ ქართველი როგორც მოვიდა სათავეში გაანადგურეს ხან ებრაელი შევარდნაძე მოვიდა ხან სააკიანი მოვიდა დღეს ვინ არიან რა ხდება პარლამენტი გვარ გადაკეთებულებით სანამ მას პრობლემას არ მოაგვარებენ ამოიღო გვარები საპასუხისმგებლო საქმეზე ვინ არიან არავის უგიდა ზანგი მოვიდეს როგორც ქართული საქმე აკეთოს გამიგედა აი ეგეთი სიტუაცია როცა არის რომელ სიკეთეზეა ლაპარაკი და რომელ მომავალზეა ლაპარაკი ჩემი შვილები და შვილები საქმეებით რატო უნდა იქნენ გეკითხეთ ქვეყნებია იმი არის ესეთი სადაც ხიარა ხალხს და ჩვენზე კარგად აცხოვრობენ ამ ქვეყანას ყველაფერია რა უნდა ამ კაცს რა უნდა ამ ოცხლებას ვერ გავიგოთ რა ხელა ხმები მივეცი მაგათა რა გაგიკეთეს ესა ამას აკეთებენ ამათი პოლიტიკა არის გარეკო ხალხი და ცოტა ხალხს იმორჩილებენ რომ სამუდამოდ ესენი იყო და ეს საქართველო ხელ აღარ მინდა ტელეფონში ვთქვა მე ვიცი ვიზით გახდება პროსტა საქართველო ერთმევა აი ეს არის ჩემო მეგობრო მადლობა თქვენ ზარისთვის როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რა არის თქვენი სათქმელი იმ ყველაფერზე რაც ბოლო დროს ხდება ეს ჩვენი შეკითხვაა დღეს ინტერაქტივში დამეთანხმებით ზოგადია ის კითხვა რომელიც დავსვით ბევრ თემას ვეხებით და თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი პოზიცია ბრძანოთ ნომერზე 557 88 55 88 შეგიძლიათ დაკავშირება და ზარია კვლავ გისმენთ გამარჯობა უკიდურესად ცუდი ვითარება ქვეყანაში მე Facebook-ზე დავდენ მილიარდები და მილიონები უფრო მეტი რომ შეთან პარლამენტში ამერიკაში სხვა მაგრამ იქ ვერ დააჩოქეს ინდიელები სანამ ფიზიკურად არ გაჟილიტეს ეს გაჟილეტვა მიდის აქაც რამდენი ხოცება დღეში ამდენი ნარკომანი ყდება ვინიცის რამდენი ლოთი რამდენი შიმშილით რამდენი ავადმყოფობით და უამრავი მიზეზი არსებობს ამისა უამრავი ამიტომ ხალხო კაცურად მაინც მოხდით თქვენ არ ლოცინებო კაცურადა რა იქნება რომ გავიდეთ ხუთზე კაცი თუ ხუთზე ორი კაცი თუ 10 კაცი და რომ იცოდეთ ძალიან კარგად ყველა დოძახილზე კი არ მოგვიხვიდეთ მაგათაც ყავთ სიაფანტი ბოდიჟანსიტყვაზე პარტიები მე მოგიწოდეთ რომ ორი უგდოთ ნომერ 8-ში გაერთიანებულ პარტიებს ობიექტივში რომლებიც ხშირად გამოდიან და არც ერთი ტელევიზია არ არსებობს სადაც შეიძლებოდეს შესვლა პირდაპირ ეთერში და კითხვის დასმა არ რაღაც შეიძლება ამიტომ მოგიწოდეთ ყველას სიმითა და გულდიაობდებით არის ხალხი
რომელიც გასულამწყვეტზე და არიან დასწრებები. ამიტომ ამას უნდა თანადგომა, ვერ ჩიტომა, ერთობა. რისის ყველაზე ძალიან ეშენი ამ ხელისუფლებას. ოდიში და ჟიმ-ჟიმი როა ძალიან მაგარ. შეხედეთ ყოველდღე რა კანონებს იძლევენ. თვითონ დიდდებიან და დიდდებიან. ხალხი იხოცებიან სიფილს. ან შვილები არ გეწოდებათ, ან შვილებზე არ ფიქრობთ. ან ხარინდა საქართველოს არის. ასე რომ ჩვენ სინაპრეს ეთიკად და ეაზრონად. დღეს ვიქნებოდით ამ ქვეყანაზე მომენტები საქართველოს. არა. გახერება ეს ქვეყანა თუ ეს პარლამენტი დარჩა, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, თუ ქართული ოცნება დარჩა. ამიტომ გავახსნოთ ეგენი პირველი ციხე ქვეყანა დარჩეს. მადლობთ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. გასაგებია. ისეთი პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ გაოცდები უბრალოდ ადამიანი, თუ ქვეყანაში შემოდის ტრამპ თაუერი, ეს კომპანია და აშენებს 70 სართულიან სავაჭრო, საცხოვრებელ და ბიზნეს ცენტრს და თუ შემოდის აგრეთვე კომპანია Starbucks-ი, ყავის გამყიდველი კომპანია, ესე იგი თურმე ჩვენ დალაგებული ქვეყანა ვართ. ეს იმას ნიშნავსო, სახელმწიფო მედია ამბობს, რომ ხალხს არ უჭირსო, ესე იგი ამ ყავას იყიდიანო, მოქალაქეებიო, საკმაოდ ძვირი ყავაა, წყალ-წყალად და ძვირი. ამ ყავას იყიდიანო, სოფლიო ბრენდია Starbucks-ი და ხალხს არ უჭირს და ამიტომ შემოდის თორემ ისე როგორ შემოვიდოდაო. ტრამპ თაუერი რომ შემოდისო იმ სავაჭრო ცენტრშიო, ფართებს და ბინებს და ქონებას ქართველები იყიდიანო, ესე იგი არ გვიჭირსო. სტაბილური მდგომარეობა გვაქვს, ეკონომიკა ყვავისო. აი ეს ტექსტი და წაუმძღვარეს ამ ინფორმაციას და გვაჯერებენ რომ თუ ახლა ეს ორი კომპანია შემოდის, ავშენდებით, ესე იგი. აქამდე ხომ ავშენდით, მაგალითად ბილტმორი რომ შემოვიდა, რედისონი რომ შემოვიდა. არის მაკდონალდს არ ვეხები ახლა და რესტორნებს ეს რა შუაშია. ზარია გისმენთ? ილია გამარჯობა. მოგესალმებით. გენაცვალე ქრისტიან ჭეშმარიტად. ამას გილოცავ ჩემო კარგო. ჩვენ რატო ვართ ახლა ქრისტიანული მოდგმის ხალხი? რატომ ამ რწმენის? იმიტომ რომ ჩვენთვის ქრისტეს ცნებები იყო უპირველესი მოვალეობა ადამიანისათვის. და თუ ეს ადამიანობა ჩვენ არ გვექნება, არც ადამიანები არ ყოფილვართ. იმიტომ რომ დღეს შევხედეთ უკვე ცხოვრებას, რომ ადამიანობა საერთოდ წაშლილია, მთლიანად წაშლილია და ვინც ის ცნებები აღიარა და ხალხი მოაქცია ამ ცნებების გავლენის ქვეშ კონსტიტუციის მეშვეობით, ის კაცი საერთოდ მოშალეს, ზუსტად იმის ჩამოწყებული საქმეა გენაცვალე რომ სოციალისტური გახდა ზოგიერთი კაპიტალისტური ქვეყანა ვითომ რა და ხალხი ვითომ ბედნიერია. საქმე არის იმაში რომ პირველი კაცი ყოველთვის არის გამყვალარი და ის პირველი კაცი მისი სახელი რა ამ პირველი კაცის სახელი მოშალეს ერთიანად მოკლეს თუ რაც არის რა მთლიანად და მაგრამ ვერ მოერევიან მაინც იმ სიმართლიანობას ამ სამართლიანობას ჩემო კარგო მაგრამ რა შეეხება ჩემო ილია დემოკრატიას აიცი რა არის ახლა წეგან ერთი ვაჟი გამოვიდა და თქვა რომ შეიძლება რომ დღეს იმაში ვერ უსმენდე არხებს რა მართლა რამდენიმე დღეა რუსული არხი გათიშა მაქთიმ RTV პლანეტა და სხვა ისინი პირველი არხი და სხვა ეს რა უბედურება როგორ შეიძლება მე მინდა რომ უსმინო იმას უნდა რომ უსმინოს მე მადლობელი ვარ თქვენი არხის რომ მაძლევს საშუალებას რომ თქვა ჩემი გულის ტკივილი დიდი მადლობა საყვარელო დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო პირადად მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა არც ერთი ტელევიზიის, არც ერთი რადიოს და არც ერთი გაზეთის დახურვის, აკრძალვის, გათიშვის მომხრე არ ვარ. თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს და საზოგადოებამ იმას უყუროს, წაიკითხოს ან უსმინოს, რაც მას დააინტერესებს. როდესაც კრძალავ, ეს უკვე ძალიან ცუდი გზაა. 557-88-95-88 ეს სტუდიის ტელეფონის ნომერია, როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რა არის თქვენი სათქმელი იმ ყველაფერზე, რაც ბოლო დროს ხდება. სამთავრობო მედიამ გვითხრა, რომ ქვეყანაში მტკიცე დემოკრატია და ძლიერი პოლიტიკური თავისუფლებაა და საქართველო მსოფლიო ხუთეულშია ამ წარმატებით. ეს ისეთივე ინფორმაცია, როგორიც იყო მაგალითად რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო
სამეულში რომ ვიყავით ვითომ რაღაც კვლევებით ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით. აქვე უნდა გითხრათ, რომ Freedom House-ის ინფორმაციით იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო: ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს. ანუ ხელისუფლებები თავიანთ მოწინააღმდეგეებს საზღვარგარეთ პოულობენ და იქ აგებინებენ ხოლმე პასუხს და ტანზანიასთან, ავღანეთთან და კენიასთან ერთად ამ 6 ქვეყანაში მოვხვდით. სამწუხარო, ძალიან სამწუხარო. თურმე მტკიცე დემოკრატია გვაქვს, აქეთ ხელისუფლება გვეუბნება ჩვენი. ზარია, გამარჯობა. ტელევიზორს ან რადიოს ხმა გამოურთეთ, გთხოვთ? ილია, მე მეორედ უნდა დაგიკავშირდეთ რას საუბრის. მე ბიძამ კი ეხლავე. გამოურთეთ ბოლომდე დიახ. ბევრი დრო არ გვაქვს, მაპატიეთ თუ იტყვით სათქმელს გისმენთ, დიახ. მე ბიძამ ყავდა ექიმი, ხალხი ყეყურის ექიმი. ხოდა ძალიან დიდი სახლი. ჩვენ რომ მიდიოდი მე და ჩემი პატარები ვიყავდა და ეს ვიყავდით ნათესაობის ხირაზე იყო გვარად. ხოდა ეს სახლი გამოართა სტალინმა და თვითონ მამა დაუტოვა 2 ოთახი, დაურიგა გაწირებულებს. ჩვენ ამხელა სახლი და იმათ რამხელა სტალინს შეიძლება შეცდომებით ჰქონდა, მაგრამ მაინც ხალხზე თვითონდა საკუთარი ქონდა წისტრები, არავის შემოდიოდა. ცუდი არ იყო, კომუნისტური ცხოვრება იყო და ცხოვრობდით ძალიან კარგად. ძალიან კარგად ცხოვრობდით, ილია. ჩვენ პროდუქტი ჭამდით. ანუ ეხლა ეს რა არის, ეს რა პროდუქტია ნაგავი. გეთანხმებით. მაგრამ ჩვენ ვერ მოვერევით ხალხი. არა, მართლა ვერ მოვერევით ჩვენ ამ დროების იმასა, უკვე ფანაიდი დროება შეიქმნა. ვერ თქვენდა, თორე თქვენ მინდა რომ თქვენი ობიექტივი მარტო თქვენი დიდეთ პარლამენტში. აი დეფიციტი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. მადლობა თქვენ ზარისთვის და როდესაც ობიექტივზე საუბრობთ, აქ უამრავი წამყვანი და პოლიტიკოსია. მე პირადად ჟურნალისტი ვარ და პარლამენტში ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს და არც არანაირ თანამდებობას არ ვისურვებ ჩემს ცხოვრებაში. ჟურნალისტი ვიქნები და ეს სურვილი მაქვს სიმართლე გითხრათ, რაც შეეხება ობიექტივს. ობიექტივი ძალიან დიდ განსაცდელშია. უკიდურესი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას ტელე-რადიო კომპანია ობიექტივი. ყოველ თვე საჭირო ხდება რაღაცა ახალი სესხების, ვალების აღება, ესეც კი თუ ხერხდება, რა თქმა უნდა და ვერ ხერხდება უკვე იქამდეა მისული საქმე, ვალების აღებაც კი. რომ ეს ეთერი გადარჩეს უბრალოდ მაუწყებლობა, თორემ იცით თქვენ რომ წამყვანები აქ ხელფას არ იღებენ და ყველა უანგაროდ ცდილობს რომ მიზნის გამო ეთერში იყოს და ერთმანეთთან კავშირი არ დაუკარგოთ საზოგადოებამ და ჩვენმა გუნდმა, ამისთვის ვცდილობ და მინდა ვუთხრა ერთგულ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, თუ თქვენ სურვილი გაქვთ რომ ობიექტივს ამ ბრძოლაში შეეხიდოთ, მხარი დაუჭიროთ, შესწიროთ გარკვეული თანხა, ეს ის დროა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ობიექტივს გადარჩენისთვის. თუ გინდათ რომ სიმართლე გლავისმოდეს ამ არხიდან, გვერდში დაუდექით ამ ტელევიზიას. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. იცით რამე ზაილია? ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, იმხელა ფულებია ნაშოვი, აი მაგ ქვია გინდა სააკაშვილის ყავს. ახლა შაშკინი ყიდის 750,000 თავის სახლს. ჯერ რასაც იგებინე. კი, მესმის. პირადად სააკაშვილი მილიარდელია, ეს ცნობილი ფაქტია. აპარტამენტებს ფლობს მსოფლიოს დიდ ქალაქებში, მაგალითად ნიუ-იორკში. ეს ვიცით. და მისი ხელისუფლების წევრებიც. თვილი, სულ ყველა დასაჭერები არის, ერთმანეთის ისინი არიან, ოპოზიცია სადმე არის ვინმე. და ახლა ხელისუფლება ავიღოთ, ყველა მინისტრი და ყველა პრემიერ-მინისტრი კორუფციაში ყოფილა ჩართული. არამია, სულ ყველა გინდა ესენები, გინდა ესე. სულ ყველა არიან კორუფციონერები. და ქართულ ოცნებაშიც ხომ აღმოჩნდნენ ძალიან ბევრი, რა სიტყვით ამაზე?
აბძანეთ? ქართულ ოცნებაშიც ministrები, პრემიერ-მინისტრები ყველა რა თუნდა ეხლა მაგალითად ვისგან იღებენ ხო კარგად იცხდა რა. ეხლა მოყავს თავისი შვილი აპრიცემოს. მოიყვანოს საქმე გააკეთოს, რაღაცა გააკეთოს, საქართველოს უყვარდეს, ქართველი ხალხი უყვარდეს, პენსიონერები. ბაცო, სავანტყოფოში მიხვალ, წარმოიდგინე რამხელა კორუფცია იმ სავანტყოფოში. ერთ დღეში დამაწერეს 1200 ლარი. 1200 ლარი დამაწერეს, არ ავკითხულობ. ამის მერე უნდა შევეკითხო, რა აღეცეს, რა აკეთეს ამ მემსთან რამე. რა, არ გადაიხდი, აგერ იმას გადაგცემენ, რა ქვია იმას, აღსრულებას. აბა მანდ არის კორუფცია, გლიტარენ ამ იმას რა ქვია, ამ ბიუჯეტის კიდე ეს ივანიშვილის ხალხო სამი ეხლა ის ოპოზიცია, ვითომ ოპოზიცია, ის ოპოზიცია სად არის, ჩვენ გლიტავენ ყველა თვითმახარა, სად არის ოპოზიცია, სად არის? მადლობ ჩემო ბატონო, გეთანხმებით რომ ოპოზიციაც ცუდად გამოიყურება ისევე როგორც ხელისუფლება, თუმცა ამ ოპოზიციაშიც არიან სუფთა ხალხი და ისინი უნდა დავინახოთ, გამოვარჩიოთ, მხარი დავუჭიროთ, გავაძლიეროთ, თორემ ასე მიშვებულად როდემდე უნდა გაგრძელდეს, მივუშვით დიდი ხანია და ვხედავთ რა ოპოზიციის ნაწილი გვყავს და რა ხელისუფლება გვყავს, ყველა მილიარდელი და მილიონერი გახდა სახელმწიფოს ხარჯზე. მარტო 2024 წელს აუღიათ პრემიებში და დანამატებში 527 მილიონი ლარი, 9 მილიარდი და მეტი კიდევ. ეს მაშინ, როდესაც ამ თანხით პენსიის გაზრდა შეიძლებოდა 15 და 20 ლარით კი არა, მნიშვნელოვნად შეეძლოთ გაეზარდათ მაგალითად 80 ლარით და არ აიღოთ ეს პენსია. პენსია არა უკაცრავად, დანამატი, პრემია. სარია ეთერში გისმენთ? მისმენთ ხო? ეთერში ხართ, დიახ? მე ერთ რაღაცას მოხდა. კაცურად მომისმინე. გესმის? ეთერში ხართ, ისმის? ხო, შენი წინმე. მითხარ რაზეა გეკავა ერთ სათხოვანი მაგეთ ჟურნალისტი გიორგი ასრაძე სადარი მადლობ, დიდი მადლობა. გიორგი კასრაძე რამდენიმე წელია, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში აღარ არის. ჩვენს არხზეც ის არ მუშაობს რამდენიმე წელია. ძალიან კარგი ადამიანი, სხვათა შორის კარგი ბიჭი, მოვიკითხავ მას, რადგან ახსენეთ. თავის საქმიანობაშია, ზუსტად ვერ გეტყვით ახლა მე ეთერში ეს რომელი სფეროა და რა მიმართულებაა. კარგად მეც არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. 5-5-7-88 55-88 როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რა არის თქვენი სათქმელი იმ ყველაფერზე, რაც ბოლო დროს ხდება. ეპისკოპოსები ყოველ დღე საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მომავალი პატრიარქის არჩევის საქმეში, ძალიან გახშირდა ეს განცხადებები, ანუ ხელისუფლება ცდილობს ჩაერიოს და ამ მიზეზების გამო ეპისკოპოსებიც ამახვილებენ ყურადღებას. ჩვენ პოლიტიკურ პროცესებთან ერთად გუშინ შევიტყვეთ მძიმე ინფორმაცია, რომ გაურკვეველ ვითარებაში ბერი ნიკოლოზი გარდაიცვალა მაგალითად. რამაც შეგვაშფოთა და ყველა საინტერესებს პასუხები რა მოხდა სინამდვილეში. მტკიცე დემოკრატია, ძლიერი პოლიტიკური თავისუფლება ყოფილა საქართველოში სამთავრობო მედიის თქმით და ამ წარმატებით საქართველო მსოფლიო ხუთეულშია. მსოფლიო სამეულში ვართ თურმე სიღარების დაძლევის ტემპით და ყველაზე კარგი ეკონომიკა გვაქვს ჩვენ თურმე. ამ დროს კი Freedom House-ი ამბობს, რომ ავღანეთის, კენიის, ტანზანიის და ზიმბაბვეს მსგავსად საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც ტრანსნაციონალურ რეპრესიებს აწარმოებენ. როგორ აფასებთ აგრეთვე ამ ფაქტებს და ფასების შემსწავლელი კომისიის თემასაც შევეხოთ, თუ სურვილი გაქვთ. დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, ბევრი დრო არ რჩება, მაგრამ ეს 7 წუთი, რომელიც კვლავ წინ გვაქვს, საკმარისი იქნება ზარების მისაღებად და თქვენი შეფასებების თუ პოზიციების მოსასმენად. საქართველოში შემოდის ტრამპ თაუერი, დონალდ ტრამპის საკუთრებაში არსებული ბიზნესი, 70 სართულიანი შენობის აგება და გეგმილი თბილისში, რაც ყველაზე მაღალი იქნება
მთელ საქართველოში. მასში განთავსდება სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, საცხოვრებელი ნაწილიც ექნება ბუნებრივია და აგრეთვე შემოდის ამერიკული კომპანია Starbucks-ი საქართველოში და ამ ორ სიახლეს ხელისუფლება ჩვენ გვიყვება ისე თითქოს ქვეყანაში გაჭირვება და სიღარიბე აღარ არის თითქმის და ამიტომ გადაწყვიტეს ამ საერთაშორისო კომპანიებმა საქართველოში შემოსვლა, იმიტომ რომ არ გაუჭირდება არავის, შეიძინოს ეს ზვირადღირებული ყავა და შეიძინოს ფართი, მაგალითად Trump Tower-ში. ეს არის ხელისუფლების პროპაგანდა ამ სიახლის პარალელურად. შეგახსენეთ ინტერაქტივი შეკითხვას, ახლა ხაზი თავისუფალია, როგორც მე მანიშნებენ, 5-5-7, 88, 55, 88, როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რა არის თქვენი სათქმელი იმ ყველაფერზე, რაც ბოლო დროს ხდება. რას ეტყოდით აგრეთვე ხელისუფლებას, რომელიც სასულიერო პირების მინიშნებით ერევა მომავალი პატრიარქის არჩევის საქმეში. და რამდენიმე სასულიერო პირმა ეს უკვე თქვა და მოუწოდა მთავრობას, რომ ნუ ჩაერევით ჩვენ საქმეებში. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. ილია. დიახ. კარგით, ნუ არ მყარდება კავშირი, ძალიან წუხვარ, იქნებ ხელახლა დარეკოთ და ტელევიზორისთვის ან რადიო მიმღებისთვის ხმა გქონდეთ ბოლომდე გამორთული, ეს თხოვნა გვექნება. არ დაგავიწყდეთ ჩვენი სოციალური მედია, პრაქტიკულად ყველა სოციალურ ქსელშია წარმოდგენილი ჩვენი არხი, გამოიწერეთ ჩვენი გვერდები, ქართული ასოებით უნდა აკრიფოთ ობიექტივი და იქ ბევრი საინტერესო ახალი ამბავი და ვიდეო მოვა თქვენამდე. ზარია კვლავ გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? ილია ტრაფი რო ახერხებს ამ ხელახშენობას. დიახ. ამ ხელახშენობას მისთვის ისე თავრობის ხალხისევა და იგივე რესპონდენტივას ჩვენაირი ხალხის გაწილა. ისე მაგათი შენდება ეგა. ჩვენ ვერ ვიყიარავთ მიღმა ჩვენს განათლება დამთავრებული ვარ. ეს რამცირდება ასეთი ცხოვრება რა. მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის. ამ ფონზე შეგახსენებთ, რომ უკვე დაწყებულია არაბული კომპანია Eagle Hills-ისთვის კრწანისის და აჭარის მიწების გადაცემა და ეს გაფორმება ოფიციალურად, მალე ალბათ მშენებლობაც დაიწყება არაბული ქალაქების. ამის პარალელურად კი მე მქონდა რამდენიმე კვირის წინ გადაცემა და პირველი მე ვიყავი, ვინც ამის შესახებ ვამცნე საზოგადოებას, რომ მესამე არაბული ქალაქის მშენებლობა იწყება თბილისის ქედზე, თავისუფლების მოედნიდან 14-15 წუთის სავალზე. დუბაიში რეგისტრირებული კომპანია Mira Development იწყებს ამ მშენებლობას, მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია აქაც გამოყოფილი. ანუ სამი არაბული ქალაქი უკვე გვაქვს და კიდევ მივიწევთ წინ, რომ მაქსიმალურად შემოვიყვანოთ უცხოელები ჩვენს ქვეყანაში. ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? არ არის კავშირი, 5-5-7-88, 55-88, ბოლო ზარსაც მივიღებთ და ველოდებით და ამის შემდეგ უკვე დავასრულებთ დღევანდელ ინტერაქტივს. როგორ აფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რა არის აგრეთვე თქვენი სათქმელი ამ ყველაფერზე, რაც ბოლო დროს ხდება და არაერთი თემა გქონდა დღეს ჩვენს ინტერაქტივში, უამრავი ზარი შემოვიდა, უამრავი აზრი და შეფასება მოვისმინეთ. საინტერესო იყო თითოეული თქვენგანის პოზიცია და მოსაზრება, ძვირფასო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. ბოლოს არს დაველოდებით და შემდეგ დავასრულებთ გადაცემას. ფასების კომისიასთან დაკავშირებითაც ჩვენ კიდევ ერთი პატარა მოლოდინის ფრაგმენტი დაგვრჩა. მინდოდა მეთქვა ის, რომ ხელისუფლება მუდმივად იმეორებს, რომ ჯერ არ დაუსრულებია ამ კომისიას მუშაობა და შედეგს ნუ ელოდებითო. ანუ აპრილის ბოლოსკენ უკვე დაასრულებენ მუშაობასო, დღეს 20 აპრილია და ნახოთ აბა რამდენიმე დღეში თუ
რაიმე მოხდება საოცარი, რითაც ფასების სწრაფი გაიაფება მოხდება. ყოველ შემთხვევაში ეს გაგვიხარდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ვხედავთ რეალობას, რომ ამ კომისიის მუშაობის დროს ფასებმა მოიმატა. და არა მხოლოდ კერძო ბიზნესმა გაზარდა ფასები, არამედ სახელმწიფომაც გაზარდა გადასახადები. ელექტროენერგიის გადასახადი ავიღოთ მაგალითად. რაც შემდგომში სხვა პროდუქციას გააძვირებს აუცილებლად და ეს გადაბმული ჯაჭვი შეიქმნება, რაც არ სრულდება. უკეთესობისკენ არ მიდის სამწუხაროდ ეს მოცემულობა. და ეს რა თქმა უნდა გვამწუხრებს თითოეულ ჩვენგანს და მაინც ვიქონიებთ იმედს, რომ რაღაც გამოსავალი იქნება საბოლოოდ გამოძებნილი. დღეს ვასრულებთ ამით გადაცემას. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი ინტერაქტივს. ბოლო ზარი არ შემოვიდა, როგორც ჩანს, არ დარეკესო ამბობენ, თუმცა მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ზარი არ იყო. ალბათ იყო, მაგრამ მაინც დროის ეკონომიას ცდილობს ჩვენი საეთერო და უნდათ რომ დროულად დავასრულო და ამიტომ არ შემოუშვეს. ნახვამდის, ბედნიერად.